მას შემდეგ, რაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხედათბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აბრძანდა 47 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს წმინდა სინოდის სახელით აღსაყდრებიდან 47 წლისთავი მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოვლად სამღვდელონო, ეუფენო, მამებო, დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა დიდი მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება და დღეს აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღე 47 წლისთავი მისი აღსაყდრებიდან. ეს დღე ჩვენთვის არის ყოველთვის გამორჩეული, ამაღლებული სიხარულით სავსე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ღვაწლზე. რაოდენ დიდია, მასშტაბურია და ეპოქალურია მისი ღვაწლი. მე მაქვს პატივი დღეს წავიკითხო მისალოცი მისი უწმინდესობის და უნეტარესობისადმი წმინდა სინოდის სახელით. თქვენო უწმინდესობაო და უნეტარესობაო, დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47 წლისთავს. მაქვს პატივი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 1977 წელს 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი აწლეულები გველოდა. ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა. ჩვენ მადლობთ უფალს, რომ მან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა. სიტყვაში, რომელიც თქვენ იმ ისტორიულ დღეს ამბიონიდან წარმოთქვით, აღნიშნეთ, რომ ქეთსიხრით საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს თქვენი ძალა და გონება. მას შემდეგ 47 წელია, რაც თქვენ ღირსეულად ატარებთ პატრიარქობის უმძიმეს ჯვარს და მთელი ამ წლების განმავლობაში ქადაგებთ სასუფეველსა ღვთისასა და ასწავლით უფლისა იესო ქრისტესთვის ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად. რომ ვუყურებ ჩემ წარსულს, ხედავ, რომ იგი ყოველდღიური მოწამეობა იყო და დღესაც ასეა. რომ არა ღვთის მადლი და შემწეობა და თქვენი სიყვარული და თანადგომა ამ ჯვრის ტვირთვას ვერ შევძლებდი. აღნიშნავთ თქვენ. თქვენი მოწამებრივი მსახურება, რაზეც თქვენ ბრძანებთ, ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია და თავგანწირვის და სიყვარულის ნათელი მაგალითია. ღმერთის, სამშობლოს და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი, გვაძლევს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი უმაღლესი ქმნილება ადამიანი. როგორ თავდაუზოგავად უნდა ვემსახუროთ სამშობლოს და როგორ სათუთად უნდა უფრთხილდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს. თქვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მუდამ იყო მშვიდობის და ერთსულოვნების დამყარება თქვენ სამწყურში. რითიც ასრულებთ წმინდა პავლე მოციქულის მოწოდებას. ისწრაფთით დამარხვათ ერთობისა მას სულისასა,
საკრველითა მით მშვიდობისათა. ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა. ბრძანეთ თქვენ და გვჯერა რომ თუ ჩვენ თქვენი სამსო, თქვენი მსახურების მაგალითს გავითავისებთ, ისევე როგორც წარსულში, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით უფალი დღესაც შეგვაძლებინებს იმ რთული გამოწვევების გადალახვას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამასთან გვახსენდება თქვენი მანუგეშებელი სიტყვები. ჯერა რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს თლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს და გაერთიანებულ ერს. თქვენო უწმინდესობაო და უნეტარესობაო, დღევანდელ საზეიმო დღეს დიდი სიყვარულით მადლობას გიხდით თქვენი დიდი ღვაწლისთვის, მამობრივი ზრუნვისთვის და იმ დიდი ნუგეშისთვის, რომელიც ჩვენ გუმატებს სულიერ ძალას და შემართებას. ბედნიერია ქართველი ერი, რომელსაც ჰყავს თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი. შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, თქვენი ლოცვით და წინამძღოლობით ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და გამთლიანება. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს ულოცავდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლსა და დამსახურებაზე საუბრობდნენ. სულს მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, წმინდა საკვირველთმოქმედი სპირიდონ ტრიუმფუნტელი ეპისკოპოსის ხსენების დღე და ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ეკლესიისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუამხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის აღსაყდრების საიუბილეო თარიღი. 47 წელი შესრულდა ჩვენი პატრიარქის საპატრიარქო ტახტზე ყოფნისა და ეს წლები რა თქმა უნდა იყო რთული, რომ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, უახლეს ისტორიას ქართველი ერისა, საქართველოს ეკლესიის ისტორიას და ამ სირთულეებში ვიხილავთ, რომ ის რაც გაკეთდა და დღევანდელ დღეს ჩვენ გაგვაჩნია როგორც ეკლესიასა და ერს, ეს არის წარმოუდგენელი აი ამ მოკლე დროის მანძილზე. რამე თუ ცხოვრებისათვის, რა თქმა უნდა, 47 წელიწადი ეს არის ნახევარი ცხოვრება ადამიანისა, მაგრამ ისტორიისთვის ეს არის როგორც ერთი წამი. და აი ამ ისტორიულ წამში ჩვენმა პატრიარქმა ღვთის წყალობით და თავისი ძალისხმევითა და ლოცვით შეძლო აესრულებინა ის, რაც წარმოუდგენელია ერთი ადამიანის ცხოვრების მანძილზე. და ჩვენ საკუთარ თავს ვუსურვებთ ამას ალბათ უფრო მეტად გვინდა რომ ჩვენი პატრიარქი კიდევ მრავალი წელი იყოს წინამძღოლი ჩვენი ეკლესიისა და მისი ლოცვა ეწეოდეს საქართველოს ქართველ ერსა და ეკლესიას. ქართველ ერს, საქართველოს და ჩვენი ეკლესიას ულოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს, როდესაც ღვთის განგებით ჩვენი ეკლესიის სათავეში ღვთის კურთხევით, წყალობით და მადლით დადგენილი იქნა საჯადოებრივად ჩვენი ეკლესიისა, უწესრიგად არის საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. ეს არის ეპოქალური მოვლენა, რომ ეკლესია მართლადებელი ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორც ერთმა საზოგადო მოტემ შეადარა, სულ არა გადაფარებული, ეკლესია ჩაიბარო პატრიარქმა და კიდევ დაუმატა, რომ
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სულ ღაფავს და საცად ასრულებს ისტორიულ არსებობასო. ეს ათეიზმის ეს არის დიდი ნატრა იყო. და აი ამ ნატრის საწინააღმდეგო მოთო პირიქით აღორძინება ეკლესიისა და მადლობთ უფალს და რომ ესეთი ბრძენი მადლმოსილი რომ დადგინა ჩვენ ეკლესიაში. მართებულია უფალმეცის ვინსა დაადგინოს და ეს სანთელი რომ დაანთო მთელი საქართველოსის და მსოფლიოსის ვიტყოდი და მსოფლიოს მაგალითი იყო პატექის სიმტკიცე რწმენისა და მოთმინება და სასწრება ღვთისა. როდესაც მთელი მსოფლიო შეშინებული იყო ამ ეპიდემიით გრიპის და ზოგმა თავის ეკლესიის უთხრა დარჩით სახლში პატრიარქოთ არა აღდგომას ერთად ვილოცავთ. მადლობთ პატრიარქს რომ გაგვიდო ჩვენ აღმოგვიყვანა ვიტყოთ აი ამ აღრეული წყლიდან აღმოგვიყვანა ნაპირზე და ეკლესიის იახში შემოგვიყვანა. მაგალითი მოგცე გვასწავლა მოგვითმინა აგზარდა და ღვთისადიდებლად დაგვადგინა ჩვენ და ჩვენი იერი საკისრო დღეოთ. ამას ულოცავ ქართველებს და მადლობ უფალს ჩვენ პატრიარქისთვის და პატრიარქს ეგდელობას და მრავალჟამიერ მის საჯარო ჩვენ ეკლესიის. ვილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, ულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ბედნიერები ვართ, რომ მისი უწმიდესობა და უნიტარესობა 47 წელიწადია, წელიწადი არის, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახლავთ. ესე ინება ყოვლადწმინდა საიმბა ღმერთმა და მისი უწმიდესობა იყო, არის და იქნება განსაკუთრებული მზრუნველი თავისი საყვარელი ერის, ქართველი ერის და არა მარტო ქართველი ერის. პატრიარქი უყვარს არა მარტო მართლმადიდებელ ქრისტიანს, პატრიარქი ძალიან დიდი პატრიარქისადმი ძალიან დიდი სიყვარული აქვს ყველა ადამიანს. არ აქვს მას მნიშვნელობა მართლმადიდებელია თუ არა. მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანის შემოხვედრია ესეთი აი მაგალითად მუსულმანებს უთქვიათ ჩემთვის რომ ქართველ მუსულმანებს რომ ის მარტო თქვენი მამა არ არის, ის ჩვენი მამაც არის, ჩვენი მამაც არის ეს ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს ყველა სიმართლე და არის მაგალითის პირველი მიმცემი. როგორ უნდა ითქვენდე, როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა იყო თავდადებული და თავს წირავს ქართველი ერის სათვის და სამშობლოსათვის. ყველას მოგილოცავთ, დღეს მართლაც არის ბრწყინვალე დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ 47 წლის იუბილეს მისი უწმიდესობის და უნეტარესობის აღსაყდრებიდან. 47 წელი ეს არის მთელი ეპოქა, შეიძლება ითქვას, ეპოქა ქვეყნის გამტკიცებისა, გაძლიერებისა და რა თქმა უნდა სულიერი გაბრწყინვებისა. მისმა უწმიდესობამ ძალიან დიდი ღვაწლი დადო და ეს სახეზე არის დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ჩაიბარა მან სუდარა გადაფარებული ეკლესია და როგორ გამოაცოცხლა და გაამრავლა როგორც ტაძარ მონასტერი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ღირსეული სასულიერო პირები. ყველას გილოცავთ, განსაკუთრებულად მის უწმიდესობას ულოცავ და უსურებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. დღეს არის მისი უწმიდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხედათმის მთავარეპისკოპოს ბიჭვინცა ცნობხეს მიტროპოლიტის დიდი მეუქმამაი ჩვენი ილიას აღსაყდრების 47 წლის თავი. მე დიდი სიყვარული, დიდი მოწიწებით ულოცავ მის უწმიდესობას ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თლიანად უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩვენს დედა ეკლესიის აღორძინებაში, როგორც ამბობენ, ნახევრად გარდაცვლილი ეკლესია გააცოცხლა, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი უწმიდესობის თავი და ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი ღირსეული პატრიარქი. მე ყველას მოგილოცავთ, მთელ საქართველოს მიულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს და უსურებ თითოეულ ჩვენთაგანს, რომ კარგად ყოლოდეს ჩვენი პატრიარქი და მისი გული მუდამ გახარებული ყოფილიყოს დედა ეკლესიის და დედა სამშობლის კეთილდღეობიდან გამომდინარე. ამინ. დღევანდელი დღე არის
მართლაც უაღრესად ღირსშესანიშნავი დღე ჩვენი ერისთვის. მისი უწმინდესობა ძალიან ხშირად გვახსენებდა ქადაგების დროს ლოცვის სიტყვებს, რომ უფალმაერსა თვისა ძალი მოსცეს და უფალმა ნაკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. და თუ ჩვენ ვიქნებით უფლისერი მისი უწმინდესობის ლოცვით გვწამს, რომ მომადლებს მშვიდობას ღმერთი ჩვენს ქვეყანას. ვილოცავთ კათოლიკოს პატრიარქს მრავალჟამიერ მის მეუფებას. სრულიად საქართველოს და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ვილოცავთ ჩვენი ერის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს, მრავალჟამიერ, მრავალსაწელსა ჩვენი პატრიარქის სიცოცხლე. მადლობთ თქვენო უწმინდესობა დაუღალავი შრომისთვის, ლოცვისთვის, სიყვარულისთვის. უდიდესი სიყვარულის განცდით, მოწიწებით, მოკრძალებით ულოცავთ ჩვენს საყვარელ სულიერ მამას, ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიამ მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს. ბედნიერები ვართ, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. ეს ალბათ უფლის წყალობაა დიდი, სწორედ მისმა ზრუნვამ, ლოცვამ, მისმა ვაჟკაცობამ, მისმა მამულიშვილობამ მოიტანა ის, რომ დღეს ტაძარში რომ გადახედოთ, ჯერ ამდენი ბავშვი გაესხო დედამიწაზე არსად არ ხდება. ეს არის ჩვენი სამშობლოს ფუძე ბალავარი, რითაც ამაგრებს ჩვენ ფესვებს, ქართულ ფესვებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მისი ერთგული ქართველი ერი მუდამ მისგვერდით იქნება ყველგან და ყველაფერში. და მიულოცო აღსაყდრების 57 წელი ჩვენს ძვირფას პატრიარქს, ვისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ღვთისგან შემწეობას, რომ მუდამ ელოცოს ჩვენი ერისთვის და მართლა დიდი ღვაწლის პატრონი ეს ადამიანი და ჩვენს დაგუფასებინოს მისი ეს ღვაწლი. ძალიან გვიყვარს მთელ საქართველოს და ვისურვებ მარადჯამ დღეგრძელობას. ვილოცავ პატრიარქს 57 წლის იუბილეს და ძალიან გვიყვარხარ. ჩვენი საამაყო პატრიარქია და მინდა რომ დიდხანს ჩვენთან ერთად იყოს ბედნიერად და განთლიანებულ საქართველოში. პატრიარქს ვუსურვებ რომ იყოს სულ ვილოცავ ამ დღესასწაულს და ვუსურვებ რომ სულ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ვილოცავ პატრიარქს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კიდევ დიდხანს იყოს ჩვენთან ერთად. მის უწმინდესობა საქართველოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარის ილიამ მეორეს ვილოცავ ინტრონიზაციიდან 57 წლის თავს. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოსთვის. მე ვუსურვებ დღეგრძელობას ჩვენს პატრიარქს, დიდხანს სიცოცხლეს და ემსახუროს საქართველოს, ის საქართველოს ემსახურება, ჩვენ ვემსახურებთ პირიქით საქართველოს ემსახურება ქართულ ხალხს და მისი ღვაწლის სიყვარული ნამდვილად უბადლოა. ვუსურვებ დღეგრძელობას, მრავალჟამიერ ჩვენ პატრიარქის სიცოცხლეს. ჩემს ნაცლიას პატრიარქს ულოცავ ჯანმრთელობას ვუსურვებ და დიდხანს სიცოცხლეს. შეუფასებელია ის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარს ერისა და ეკლესიის წინაშე მიუძღვის. დიდია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ავტორიტეტი არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ბედნიერია ერი, რომელსაც უფალმა ასეთი სულიერი მამა მოუვლინა შემწედ და მფარველად. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით, უდიდესი სიყვარულით, მოკრძალებითა და პატივისცემით ვულოცავთ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს და მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წლის თავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. კონცერტში სამრევლო სკოლები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდის წევრები და მრავალჟამიერი შეასრულეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტმა შიომ. მღვდელმთავარმა აქ შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველა სამღვდელო, დემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის აღსაყდრების დღეს. დღეს ჩვენ ფიქრობთ, რაოდენ დიდია მისი ღვაწლი და რაოდენ ნაყოფიერია
და ამის დასტური არის დღეს თქვენი აქ ყოფნა. აი დღეს გალობენ ჩვენი ბავშვები, რომლებიც არიან მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნათლულები, რომელთა რიცხვი უკვე თითქმის 50,000-ს აღწევს. და აი 47 წლის წინ ჩვენ გვახსოვს, ვიცით რა მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია და მისი უწმინდესობის ღვაწლით როგორ აღორძინდა და გაძლიერდა ის. და ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის საკვირაო სკოლების დაარსება და გამრავლება, რაც როგორც იცით, ასევე არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა კურთხევა. და ამ სკოლებმა დღეს უკვე მიაღწია 120. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელთა შრომით და მეცადინეობით არსდება და ვითარდება ეს სკოლები, სამღვდელოებას, ვინც ამაში მონაწილეობს და ყველას მშობლებს, ბავშვებს, მასწავლებლებს და დაგლოცოთ და დიდი წარმატება გისურვოთ თქვენ ცხოვრებაში. ეხლა გამახსენდა იგავი უფალი იესო ქრისტესი, სადაც ის მოგვითხრობს ჩვენ როგორ ვუყვარვართ ჩვენ ყველანი ღმერთს და განსაკუთრებით ბავშვები ყველაზე მეტად უყვარს, რა თქმა უნდა. იგი ამ სიყვარულს ადარებს საქორწინო ნადიმს. ეს ერთ-ერთი შედარებაა, თორე არაერთია ესეთი შედარება, რითიც გადმოიცემა სიყვარული ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ აი უფალმა გამართა ეს ნადიმი, საქორწინო სუფრა, სერობა და გვეპატიჟება ყველას, ბავშვებო, თელს სამყაროს, რომ მონაწილენი გავხდეთ მისი სიყვარულის, მისი მარადიული სიხარულის და სიყვარულის. მაგრამ აი სამწუხაროდ ზოგნი უარსეუბნევიან, ამბობენ, რომ ჩვენ არ გვცალია, ზოგმა მიწა იყიდა, ზოგმა ცოლი შეირთო, ზოგმა ხარუღელი შეიძინა და უნდა გამოსცადოს და იმიზეზებენ სხვადასხვა მიზეზებს და ძალიან ზრდილობიანად უარსეუბნევიან. და ბოლოს უფალი ამბობს აი ესეთ სიტყვებს, რომ ბევრია მოწვეული, დაპატიჟებული ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან რჩეულნი. და ეს რჩეულები პირველ რიგში არიან ეკლესიის მუშაკები, რომლებსაც ევალებათ ეს მისია აქვთ მოცემული, რომ ადამიანები მოიყვანონ საქორწინო ნადიმზე უფალთან. აი ამ რჩეულთა შორისაც რჩეულებიც არსებობენ. ასეთი გახლავთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომელმაც მთელი ერის მოქცევა და უფალთან მიყვანა შეძლო. და აი ჩვენი დანიშნულება, ძვირფასო ძმებო და დებო, ძვირფასო ბავშვებო, არის ის, რომ ვიყოთ რჩეულთა შორის, რომ ვიყოთ წევრნი აი ამ მარადიული სიხარულის და ბედნიერების, რაც გაგვიმზადა ჩვენ ღმერთმა თავისი სიყვარულით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, უფალმა გვიდღეგრძელოს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ჯანმრთელობა მისცეს და მისი წინამძღოლობით გაამთლიანოს, დაამშვიდოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ყველას დიდი მადლობა. გაიხაროთ. სამრევლო სკოლების მოსწავლეებმა საგალობლები და სხვადასხვა სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღესასწაულს, პატრიარქის სასწაულებით 57 წლის თავს და დიდი მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენებას. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენს ქვეყანას თლიანობას და ღვთისადმი მადლიერებას. დღეს დიდი დღესასწაული გვაქვს და აი უამრავი ბავშვები არიან ახლა შეკრებილები, თავის ნაშრომებს წარმოადგენენ და მთელი გულით და სულით ულოცავენ ჩვენს უწმინდესა უნეტარეს ილია მეორეს აღწაკრების დღეს და მეც ვერთები ამ სიხარულს და მინდა უწმინდესმა ვთხოვო, რომ დიდხანს იცოცხლოს, რომ მისი ლოცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია და
შეეწეს უფალ ჩვენ უწმინდეს მადლობა თქვენო უწმინდესობა ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ ამ ბავშვებისთვის და მთელი საქართველოსთვის. კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებით 47 წლის წინ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა და ჩვენ დიდი სიხარულით ვეგებებით დღევანდელ დღეს მადლობთ მას გულითა და ულოცავთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ სიყვარული მოთმინება თავდადება რაც მან შეძლო რომ ეჩვენებინა ჩვენთვის არის ძალიან დიდი მაგალითი მთელი ჩვენი ცხოვრების გზაზე განსაკუთრებით სასულიერო პირებისთვის არის მნიშვნელოვანი ის რაც დაგვისახა და რაც ქართული ეკლესიის აღორძინებას მან მოანდომა. ეს საქმე არის მოსაფრთხილებელი და გასაგრძელებელი და კიდევ ერთხელ მადლობა იმისათვის რომ ამ საქმის კეთებაშიც უდიდესი ენერგია გვაჩვენა მან. მინდა ჩვენ უწმინდეს მიულოცო დღევანდელი საიუბილეო თარიღი და მადლობა უთხრა იმისთვის რომ მისი მოღვაწეობის ყოველი დღე და ის ეპოქა ფაქტობრივად შეძლო რომ ყველა მიმართულებით გაედო ხიდები, აღედგინა ურთიერთობები და ჩაედო ის საძირკვლები, რაც ჩვენთვის თანამედროვე სასულიერო პირებისთვის კარგი გზამკვლევი არის დღეს სამისიონერო მოღვაწეობაში. აი თუნდაც რომ ავიღოთ საკვირაო სკოლები, რომლებზეც მან კურთხევა გაცდა 10-ოდე წლის უკან, აი დღეს ნახეთ რამხელა შედეგი აქვს, ნახეთ რამხელა ასე ვთქვათ ნაყოფი აქვს, აი ბავშვების სიხარულის, მათი განვითარების, მათი კულტურასთან, ხელოვნებასთან, ქართულ სულთან სიახლოვის კუთხით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბედნიერები ვართ ჩვენ ამ თაობის სასულიერო პირები, რომლებსაც წინ ყავს ესეთი დიდი მისიონერი, რომ კარგი, ასე ვთქვათ, მიმართულებები, კარგი დარიგებები და კარგი გაკვალული გზა გვაქვს იმისათვის, რომ მომავალი ვაშენოთ ერის, ადამიანის და ღვთის მოსიყვარულე პიროვნებებისა. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, მადლობა მონაწილეებს დღევანდელი დღისთვის, მამებს, რომლებმაც თაუთმეს დრო ამ საკვირაო სკოლების ამუშავებას, ფუნქციონირებას და ვფიქრობ, რომ ის ნაკვერჩხალი, რომელიც არსებობს ჩვენ ერში, ძალიან დიდ ცეცხლად ლამპრად იქცევა, რომელიც გაუნათებს მომავალ თაობებს გზას და ჩვენი ქვეყანა დღენიადაკ უფრო და უფრო საიმედო კეთილგონიერი მოაზროვნე თაობის ხელში აღმოჩნდება. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენაც მოეწყო. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად დაათვალიერა. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილები საქართველოს ეკლესიის მეთაურს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე საუბრობდნენ. სრულიად საქართველოს ულოცავ ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის 47 წლის იუბილეს აღსაყდრებიდან და ჩვენს უწმინდესს უსურვებ დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობას, მშვიდობას და ჩვენის მხრივ დიდ მადლობას გადაუხდით იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ის ამ ხნის მანძილზე ყოველთვის არიშურებს თავისი ქვეყნისთვის, თავისი ერისთვის. მადლობა მას. დღევანდელ დღეს ულოცავთ პატრიარქს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებ მას. პატრიარქს ულოცავთ დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ყველასთვის. ძალიან მადლიერი ვარ, რომ დღეს აქ მღერი. პატრიარქს ულოცავ აღსაყდრებიდან 47 წელს და უსურვებ ყველაფერს საკეთესოს. მე მიყვარს პატრიარქი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ. დღეს ქართველი ერი დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით გილოცავთ აღსაყდრების 47 წელს. ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, რომ იმ უდიდესი განსაცდელების ჟამს, რაც ბოლო ათეული წლების მანძილზე დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, თქვენ ბრძანდებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ბრძენის საჭეთმყრობელი. ისტორიის იმ რთულ მონაკვეთებში, როდესაც მძიმე კრიზისები იყო ქართველ ერს, თქვენ ეგულებოდით და ეგულებით მფარველად და საყრდენად. თქვენ იღებდით საკუთარ თავზე ყველა გამოწვევასა და შემოტევას და თქვენი ჩვეულის სიმშვიდითა და მოუკლებელი ლოცვით აგრძელებდით მოღვაწეობას ერისა და ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ თუ არა თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად არ ექნებოდა უმაღლესი სასულიერო საღვთისმეტყველო სასწავლებელი, სადაც გამთლიანებულია რწმენა და ცოდნა და რომლის კურსდამთავრებულები ერთგულად ემსახურებიან დედა ეკლესიასა და სამშობლოს. თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მთელი სისრულით ვაცნობიერებთ რა თქვენს უდიდეს ღვაწლს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. შევთხოვთ ღმერთს მოგანიჭოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ თქვენი მამამთავრული ლოცვის მადლი, რაც შეიძლება დიდხანს შეეწეოდეს და მფარველობდეს ღვთივ კურთხეულ ქართველ ერს და ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოს.